ეხლა მოვამზადოთ ყაურმა ბოზბაში. ამისათვის შეგიძლიათ აიღოთ როგორც საქონლის ხორცი, ისე ბატკნის ხორცი, რა თქმა უნდა, ბატკნის ხორცი ჯობია, როცა ყაურმას დააკეთებ, მაგრამ საქონლის ხორცითაც შეგიძლიათ, უნდა დაიჭრას საშუალო ზომება. მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და შეწყვით კარგად ხავთან ერთად. მზა ხორცს დავასხათ ბულიონი ან წყალი, თუ ბულიონი არ აქვს და ნახაში არ აქვს. იმდენი რაოდენობის უნდა იყოს, რომ დაფაროს ხორცი. ჩააწყვეთ ნახევრად დაჭრილი კარტოფილი, ესე იგი ნახევრად დაჭრილს გულისხმობ, რომ დიდი კარტოფილი თუ არის, გაჭერით ორნაჭერად და წინასწარ დარჩეული თუ გაქვთ წაბლი, პლუს ალუჩა და ესე დაიწყეთ ნელ-ნელა ძალ დაბალ ცეცხლზე შუშვა გამზადებამდე. ბოლოს დაუმატეთ წიწაკა, მარილი, შაფრანის ნაყენი. მირთმევის წინ მოაყარეთ წმინდად დაჭრილი ქინძი. მასალა, თქვათ ავიღეთ 500 გრამი ხორცი, კარტოფილი 250 გრამი, ხახვი სადღაც 400 გრამი, ცხიმი სადღაც 50 გრამი. თუ ცხიმიანი ხორცია, არ დაგჭირდებათ მეტი და თუ არ არის ცხიმიანი ხორცი, შეიძლება მეტი დაჭირდეთ. წიწაკა, მარილი და შაფრანის ნაყენი მიირთვით გემოვნებით, გემრიელად.